მსგავს თემებზე ყოველ შემთხვევაში რეგიონის მასშტაბით არ მიდის საუბრები და თუ კი სადმე რამე კეთდება, მხოლოდ ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე რომ შენდება ხო არ ინგრევაო, მაგრამ იმის იქით კიდევ რა იმალება და რა ეტაპები არის გადალახული და შემდეგ ხო მიზანმიმართულად უნებართო მშენებლობები და ყველაფერი რაც უკავშირდება უსაფრთხოებას ადამიანებს ეს რატომღაც არ არის აქცენტები ამაზე არ არის ხოლმე ხშირად გაკეთებული. სამოქალაქო აქტივისტი ლექსო ვალიაური ამბობს, რომ შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი მასალის მიხედვით სამშენებლო ნებართვისა და მიწების გაცემის პროცესში მთელი რიგი დარღვევები იყო გამოვლენილი. მისივე თქმით, ყველაფრის შედეგად იქმნება შტაბ-ჭრილება, რომ თვითმმართველობა ფაქტობრივად ფუნქციონირებს ჩრდილოვანი მმართველობის რეჟიმში, მოსახლეობის ინტერესებისა და კანონის გათვალისწინების გარეშე. ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, მაგალითად სამშენებლო ნებართვების დროს, როდესაც შედარებით მცირე მასშტაბიანი მშენებლობებზე იქნა ნებართვები გაცემული, მაგრამ ნებართვებში იყო კორექტირებისა და შესწორების მრავალწლიანი ვადები ჩადებული და თავის მხრივ ამ ვადების გამოყენება აძლევდა შესაძლებლობას ბიზნესს, რომ სხვადასხვა ეტაპზე კორექტირების მეშვეობით პარტომასშტაბიანი მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ გაეფართოვებინათ და მიღებული ყოფილიყო რაღაცა სამსართულიანი შენობების აშენების ნაცვლად 10 სართულიანი შენობები შენდებოდა და ესეთი დარღვევები ჩანს ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ვადებისა და დარღვევების შემთხვევაში შესაბამისი ზედამხედველობისა და ადმინისტრირების ინსტრუმენტები არ იქნა გამოყენებული მუნიციპალიტეტები. ლექსო ვალიაური ამბობს, რომ უცნობია ასევე თუ როგორ გამოასწორა გორის მუნიციპალიტეტმა ამ თემაზე გასულ წლებში სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიშების რეკომენდაციები. მნიშვნელოვანი არის კიდევ უშუალოდ ის სისტემური პრობლემა, რაც უკავშირდება მრავალწლიანი პერსპექტივიდან, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ 2017-18 წლის აუდიტის სახელმწიფო აუდიტის დასკვნებში დაწერილი შენიშვნები არ გამოსწორდა და 2021 წლის დასკვნებშიც იგივე პრობლემების შესახებ არის ჩანაწერები და 2021-ის შემდეგ ასევე სისტემური რაიმე გადაწყვეტილებები არ იკვეთება, რომელიც დაგვანახებდა, რომ აღნიშნული პრობლემები, რომელიც თუნდაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, გამოიკვლია და ადგინა და მისცა დავალება და რეკომენდაცია მუნიციპალიტეტებს, რომ გამოესწორებინათ, ისინი გამოსწორებული იქნებოდა და ამის სისტემური რამე გადაწყვეტილებები არ ჩანს. სპეციალისტების შეფასებით, თუ გორის მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში არ მიიღებს ახალი თვითმმართველობისაგან მკაფიო გამჭვირვალე და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ კურსს, ქალაქს ემუქრება ურბანული გარემოს შეუქცევადი დეგრადაცია. კერძოდ, მშენებლობის კონტროლის სრული დაშლა, საჯარო ქონების ფარული გადანაწილება და მოქალაქეების გამორიცხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც დემოკრატიის ჩამოშლის ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოდ იქცევა.